გამარჯობა ყველას დილამშვიდობის. თათბირი ნომერი 3 არის ეს და დღეს მაქვს ერთი კონკრეტული თემა. დიდი ხანია გაზიარება მინდა ჩემი შემოთავაზებების როგორ უნდა განახლდეს ქართული პოლიტიკა. ამიტომ ამ თათბირს ქვია ქართული პოლიტიკის განახლების გზამკვლევი. არ არის ეს როგორც ბევრი არის ხა მოდაშია მანიფესტი არის გარკვეული განცხადება, რომ აი ამ პრინციპებს ვაცხადებთ ჩვენ და შემოგვიერთდით. ეს რასაც მე ვიტყვი და გამოვაქვეყნებ მოგვიანებით, ეს არის გზამკვლევი. იმიტომ რომ არის შეთავაზება იმ ხალხისთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს ახალი ენერგიით. დილამშვიდობის ყველას პირველ რიგში მოიწერეთ ხმა თუ ისმის და საიდან მისმენთ. იშვიათად გავდივარ უფრო საღამოს გავდივართ ხოლმე ეთერში, მაგრამ გავდივარ ხოლმე თათბირით, მაგრამ დილას საინტერესოა, დილას გამოვა თუ არა და რაც მთავარია თუ საინტერესოდ მიგაჩნიათ, რასაც ვამბობ, გაუზიარეთ, საჯაროდ გააზიარეთ, ან ისე გაუზიარეთ თქვენ ახლობლებს. პირველი არის წყურვილი ხალხში, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს. ახალი ენერგია, ახალი ხალხი, ახალი ხედვები შევიდეს ქართულ პოლიტიკაში. კი ბატონო, მე თავად მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მანამდე ვიცავ ადამიანის უფლებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას, პოლიტიკაში 2021 წელს შემოვედი, როდესაც დავაარსე პარტია, მაგრამ მაშინაც უკვე მქონდა განცდა, რომ კაი ხანია პოლიტიკა უნდა განახლებულიყო. ახალი ხალხი უნდა შევიდეს შიგნით და ახალ ხალხს თუ ის იქნება როგორც მეცნიერებაში ეძახიან კრიტიკული მასა, 1-2 ადამიანი არა. კრიტიკული მასას ექნება საშუალება, რომ ახალი ფორმები შეიტანოს პოლიტიკაში და ეს იქნება კარგი. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, როდესაც ტიკები, რომელშიც ახალი ღვინო უნდა ჩაისხას, ძველია. ხო გახსოვთ ეს გამოთქმა, ხო? ახალი ღვინო ძველ ტიკში. რას გულისხმობ აქ? რომ ფორმები, საშუალებები, პარტიის შესახებ კანონმდებლობა, საქართველოს კონსტიტუცია, ეს ყველაფერი არის ძველი. ანუ ჩვენთან წინაშე არის ახალი ხალხი, ახალი ძალა, ახალი ხედვა, მათ შორის ხალხი, რომელიც გამოდის ქუჩაში, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში თუ სადაც არის, თუ ქუთაისში, მაგრამ წესები არის ძველი. როგორ უნდა და ნელ-ნელა ამ ხალხმა ჩვენ, მე ჩემი გულშემატკივრობითაც მე მათ, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობ, იმიტომ რომ პოლიტიკის გააღლება, ჩემი აზრით, ყველასთვის კარგი იქნება, წესებიც უნდა შეცვალოს. და მეორე ისი თქმაც მინდა, რომ ეს ეხლა ხვალინდელი ამოცანა არ არის. ანუ ხვალინდელი ამოცანა არის, რომ რა წესებიც არსებობს, ამ წესებით დავანიშნინოთ არჩევნები და ეს არჩევნები გავიმარჯვოთ, ამ არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს, ეს არის უშუალო მოკლევადიანი ამოცანა. მაგრამ ზეგინდელი ამოცანა, მე ასე დაუძახებდი, არის უკვე ახალი წესების შემოღება, რომ ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღოს, ის ამ პოლიტიკაში შევიდეს. იმიტომ რომ დღეს ისეთი სისტემაა, აი ხა რო ისმის კითხვა, როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ისეთი სისტემაა, რომ ამის გაახლება ახალი ენერგიისა, მიუხედავად მცდელობებისა, პირველივე მყისიერად შეიძლება ვერ მოხერხდეს და ეხლა დაგიდასტურებ და აგიხსნით რატო. მაგრამ იმ პირობით უნდა მოხდეს მორიგი არჩევნები, რომ ეს გაახლება აუცილებლად მოხდება. რაშია საქმე? 3 შემოთავაზება მაქვს. ყველა შემოთავაზება ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა მოდელებს. პირველი შემოთავაზება ეს არის ბარიერის დაწევა. ხალხნო, ვინც ხართ პროტესტში მონაწილეობთ, ან პროტესტს თანაუგზნობთ, უნდა მოითხოვოთ, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს. რატომ? საქართველოს კონსტიტუციაში წერია 5%-იანი ბარიერი და ამ 5%-იანი ბარიერით
შეძლო პარლამენტში გასვლა მხოლოდ ისტორიულად მხოლოდ 2 ან 3 პარტიამ. იყო ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და მესამე ერთხელ შევიდა პატრიოტთა ალიანსი. საქმე იმაშია, რომ ეს არის ძალიან დიდი ბარიერი და ხელს უწყობს იმას, რომ მოკლედ ქართული პოლიტიკური სივრცე არ გაახდეს. ამიტომ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ცალკე ბლოკში ჩემ გვერდზე დაიწერება და იმ ბლოკში აუხსნი. ამას ჭირდება კონსტიტუციური ცვლილება. მართალია, გეხვეწებით თან საიდან მისმენთ ისიც მოიწერეთ, რომ ვიცოდე. მართალია ჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, ამიტომ ეს უნდა გააკეთოს შემდეგმა პარლამენტმა, მაგრამ ბარიერის დაწევა ეს არის ჰოლანდიაში ასეა, ბევრ ქვეყანაში ასე და იძლევა საშუალებას, რომ რუსთაველზე ვინც არიან ჯგუფები, ეს ჯგუფები დაორგანიზდნენ, გააკეთონ კავშირები, გააკეთონ პარტიები და მერე მიიღონ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. ანუ გარეთ კი არ იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. მეორე, ეს არის რეფერენდუმები. ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე, ეგრეთ წოდებული შვეიცარიული მოდელი. ხალხო, შვეიცარიაში ხიდი აშენდეს თუ არა. ჩვენი საბიუჯეტო ფული, აი საწავიდეს, თქვათ ცხოვრობთ საბურთალოზე და გადავწყვეტოთ საწავიდეს, ახლა ცოტა ფული გვაქვს, რა აშენდეს, იქ ბაღი უნდა ავაშენოთ საბურთალოზე, თუ ხიდი უნდა ავაშენოთ, თუ რაღაცა საბავშვო გასართობი ცენტრი, ახალგაზრდული ცენტრი. ეს წყდება წელიწადში რამდენჯერმე რეფერენდუმით. ნახეთ რა მოხდა, ესე იგი 4 წლის წინ საქართველოში როგორ არის 4 წლის წინ რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ ხალხი 4 წლის მერე რა მოხდება არ ვიცით და ეს გადაწყვეტილებას ჩვენ ვერაფერს ვეღარ უშვებით. ეს არის მოძველებული ამბავი, მოძველებული ფორმა. მით უმეტეს დღეს ისე იცვლება დროება, რომ ყველაფერი ეს მოძველებული არის. თუ გვინდა კონტროლი და ძალა კონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე პატარა საკითხზე და ეს არის შვეიცარიაში, როგორც ხედდება, უსერიოზულეს დამოუკიდებელ სუვერენულ დემოკრატიაში. ეს მეორე, ეს მოგცემს საშუალებას, რომ ისე კი არ მოხდეს, რომ 21-ში რომ ვიღაც აირჩიე. იმან კურსი შეიცვალოს, გადაიფიქროს ყველაფერი და მაინც დარჩეს ხელისუფლებაში. არა, რეფერენდუმებზე ძალაუფლება დარჩება ხალხს. ყველა პატარა საკითხზე, ხა მაგალითად, შვეიცარიული სისტემა რო იყოს, ახალი წლის სოფელი, რომელიც მოეწყო თბილისში და სადაც ძალიან ცოტა ხალხი იყო, იმიტომ რომ ახალი წლის აღნიშვნის თავი ადამიანებს და ხასიათი არ გქონდა, ეს არ მოხდებოდა და ისახსრები სხვა რამეში წავიდოდა. შეიკრიბებოდა ერობა, როგორც იყო დამოუკიდებელ საქართველოში და მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. შვეიცარიული მოდელი ადგილობრივი რეფერენდუმებისა პატარა საკითხებზე. ამით ძალაუფლება რჩება ხალხს და არ მიდის 4 წლით და 8 წლით სადღაც. იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ არ ვიცით დედამიწაზე ამ დროს რა მოხდებოდა გეოპოლიტიკაში და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ეს მეორე საკითხი. და მესამე მნიშვნელოვანი მექანიზმი, საშუალება, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და შეიცვალოს ქართული პოლიტიკა გაახდეს, ეს არის დიასპორის ჩართულობა პარლამენტში ადგილების მეშვეობით. დაიწერეთ, დამიწერეთ რა გეხვეწებით, საიდან ერთვებით, ალბათ უფრო თბილისიდან, იმიტომ რომ ამერიკაში ღამეა, ევროპაშიც ღამეა. ავსტრალიიდან თუ მიყურებს ვინმე, იქ დღე არის უკვე და მომწერეთ. მესამე საშუალება, ეს არის დიასპორების არჩევა პარლამენტში. როგორ? ნახეთ და რატომ? დავიწყოთ რატომით. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა გლობალიზაციის პირობებში არის ძალიან მობილური. დადის ხალხი იქით-აქეთ. გადადის, გადმოდის სამუშაოდ, დადის ევროპაში, გადმოდის უკან. საქართველოდან 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა და ის დიასპორის წევრი არის. უკვე. დიასპორა აგზავნის ფულს საქართველოში, აგზავნის სახსრებს და გვარჩენს ჩვენ ბევრი წლების განმავლობაში. შესაბამისად, დიასპორას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოში. არ შეიძლება
ჩვენ მათ ვართმევდეთ ფულს და მერე ვეუბნებოდეთ, რომ კაი, კარგად იყავენ, მშვიდობით. ამის საშუალება არის დიასპორის წევრების არჩევა პარლამენტში. ბევრ ქვეყანაში გაკეთდა ეს, მათ შორის ასე არის მოლდოვაში, სადაც გამარჯობა ჰამბურგიდან, მოგესალმებით, მადლობა ქეთი, მადლობა ჰამბურგიდან. ანუ თქვენთან ძალიან ადრე უნდა იყოს. დიასპორას ნახეთ, ოლქები უნდა როგორ გაკეთდა მოლდოვაში. 14 ადამიანი მოლდოვის პარლამენტში არის დიასპორიდან. რატომ? იმიტომ რომ მოლდოვას ძალიან ბევრი ხალხი ყავს უცხოეთში, მათ შორის რუმინეთში. ამ ხალხს აქვს ორმაგი პასპორტები. ორი პასპორტი. ჩვენს გვჭირდება აი ეს სისტემა შევიმუშაოთ. ადვილია დიასპორის ოლქები და დიასპორაში ცალკე, ანუ ხალხს ხო ავირჩევთ საქართველოს პარლამენტში. ცალკე დიასპორის წარმომადგენლები ავირჩევთ საქართველოს პარლამენტში. რომელთა სამსახური იქნება დიასპორის, აი როგორც არის ოლქი, ხო, მარჯანიშვილის, თქვა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი თუ საბურთალოს ოლქი, ასეთი წარმომადგენლები უნდა გვყავდეს ოლქებისა, თქვა ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, სადაც არის ხალხი, ხო, ევროპის ოლქი იქნება, ევროპიდან შეიძლება იყოს 3-4 დეპუტატი. ეს უნდა დავითვალოთ ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით. თქვენ უნდა იყოთ პარლამენტში, ჩემო დიასპორის წევრებო და ჩვეულებრივად მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნის ცხოვრებაში. გლობალიზაცია სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. ეს არის სამი გზა, როგორ შეიძლება ის ძალა, ენერგია, გაბრაზება, სიახლე, ქვეყნის შენების წყურვილი, რომელიც დღეს პოლიტიკაში არ არის, პოლიტიკა აქ არის და ზღვა არის მის გარშემო, აი ეს როგორ უნდა გადაიქცეს პოლიტიკაში, როგორ უნდა შემოვიდეს ეს ყველაფერი. პირველი, ეს არის ბარიერის დაწევა, მეორე ეს არის პატარა რეფერენდუმები, მიმდინარე ყველა საკითხზე, ყველა წვრილ საკითხზე, რომელიც ხალხს ადარდებს, უნდა გადაწყვეტოს ერობებმა და თემებმა, რაიონებმა, უბნებმა და მესამე ეს არის დიასპორის მონაწილეობა პარლამენტში. ეს არის სამი გზა. ამას დავწერ ასევე დოკუმენტის სახელით და გამოვაქვეყნებ. სულ ეს იყო, როგორც ყოველთვის, ეს არის ჩემი მაუწყებლობის საშუალება. ამდენი საშუალება დავდივარ ტელევიზიებში, მაგრამ ამდენი ახსნის საშუალება არასოდეს არ მაქვს. ამიტომ გთხოვთ, რომ გადააზიაროთ, გამოიწეროთ და საჯაროდ ან ისე გადაუზიაროთ სხვებს. იმსჯელოთ ამ თემებზე, რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებთ. თათბირი 3, დანარჩენიც მოყვება ყველა მიმდინარე საკითხებზე. გაგიმარჯოთ. დროებით, ნახვამდის.